Salve, მე ვარ დრანგა, ეს არის Bitanica Short. გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა Trump Coin-ის ტოპ ჰოლდერები ვახშამზე მიეწვია. აქ იწყება საინტერესო ნაწილი. აღმოჩნდა, რომ მოწვეულთა უმრავლესობა სულაც არ არიან ამერიკელები და საერთოდ პირველ 20-ში სინგაპურის კომპანიაც არის. მიმქორე. პლოტვისტია, რომ მოწვეულების თითქმის ნახევარმა უკვე გაყიდა Trump Coin. ანუ ვახშამზე მოდიან იმ coin-ის გამო, რომელიც უკვე აღარ აქვთ. Bitcoin-მა ბოლო ერთი თვის ყველაზე მძიმე დღე გაიარა. 19 მაისს ფასი ერთ დღეში 4.5%-ით დაეცა. თუ Bitcoin-ი $97,000 არეალს ვერ შეინარჩუნებს, შემდეგი გაჩერება შეიძლება იყოს $91,000. პანიკის დრო ჯერ არ არის, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. დიდი ხანი არ გვიხსენებია Ethereum და ბოლო პერიოდში Ethereum-ის და Bitcoin-ის რეშიო 38%-ით გაიზარდა. ანუ არსებობს ვარაუდი, რომ altcoin-ების დრო ბრუნდება. შეინიშნება ინსტიტუციური ინტერესიც. ბირჟებზე ნაკლები Ethereum-ი შედის, რაც ნიშნავს, რომ coins ნაკლებად ყიდიან და უფრო დიდ იმედებს ამყარებენ. ახლა გადავიდეთ ჩვენი კრიპტოსლენგის რუბრიკაზე. დღევანდელი სიტყვა backholder. Backholder-ი არის ადამიანი, ვინც ინარჩუნებს coins მაშინაც კი, როცა ის უკვე ძალიან დაეცა და თითქმის აღარავის არ ჯერა, რომ კიდევ გაიზრდება. ზოგჯერ იმედის გამო, ზოგჯერ უბრალოდ იმიტომ, რომ უკვე გვიანია გასაყიდად, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს ფსიქოლოგიური ბალასტია. ეს იყო Bitanica Short. გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩნდეს თავარი მოკლედ.